მოგესალმებით ვატანგიკი, მადლობა მობრძანებისთვის და პირველ კითხვას დაგისვათ NDI-სთან დაკავშირებით უკვე გამოქვეყნა თავის შედეგები, NDI-ის კვლევის შედეგები. თუ გაეცანით, ანუ პრობლემა მთავარი რჩება ისევ უმუშევრობა 56%, პენსიები ჩვეულებრივად, ან პირველი მეორე რიგითობის მიხედვით სამუშაო ადგილები არის, ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება 29% თვლის ტერიტორიული მთლიანობა არის მნიშვნელოვანი და ნატოსთან დაკავშირებით მე ზუსტად არ მახსოვს, თუმცა 9% გაჩნდა, რომელიც თვლის რომ ნატოში არასოდეს არ გაწევრიანდება საქართველო. იყო თუ არა ეს რიცხვი ზოგადად ადრე, რომელიც თვლიდა რომ საერთოდ ვერ შევიდოდა საქართველო ვერასოდეს ნატოში და იქნებ შეაფასოთ ეს. უნდა განვაცხადო, რომ ამ კვლევებს ჯერჯერობით ჩვენ არ გავცნობივართ დეტალურად, ვიცით რომ კვლევა არის. ეს ორგანიზაციები სპეციალურად გეგმავენ პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს და პარტიებთან შეხვედრებს, თუმცა კეთდება პრეზენტაციები. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის ის თემატიკა, რასაც ხალხი, ასე ვთქვათ, პრობლემებად წამოჭრის და წინა კვლევებიც, რომელიც გააკეთა აირამ და ნებისმიერი კვლევა, რომელიც არის ამ პერიოდში, ჩვენთვის ამით არის ფასეული. რა უნდა იყოს ის ორიენტირები, რისთვისაც ჩვენ ვიმუშავებთ, ვიბრძოლებთ, ამ შემთხვევაში როგორც პოლიტიკური ოპოზიცია ვიქნებით აქტიური და სწორედ ეს კვლევები გვაძლევს ჩვენ ამ მიმართულებებს და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ადეკვატურია, რომ სწორედ ეკონომიკური თემები, ეკონომიკური საკითხები, შემოსავლები თითოეული ოჯახის საპენსიო უზრუნველყოფა, ჯანდაცვა, იმიტომ რომ ამ მიმართულებით ახალმა ხელისუფლებამ გააჩინა ძალიან დიდი და სერიოზული მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი საკმაოდ სწრაფად გაუმჯობესდება, რომ ეს ყველაფერი იქნება გაცილებით უფრო უკეთესი და ფართო მასშტაბის და შეუდარებლად უფრო ფასეული, თქვათ, ოჯახებისთვის, ასეთი იყო ყოველ შემთხვევაში დაპირებები, ამიტომ ადამიანები აქტუალიზაციას ახდენენ ამ საკითხების სრულად ადეკვატურად და ეს არის რეალობა. მართლაც ესეა პოლიტიკის, თქვათ, მიღმა, ყოველდღიური რუტინის მიღმა, სატელევიზიო გადაცემების მიღმა და საინფორმაციო მიღმა არის ჩვეულებრივი პრობლემები, რომელიც ყველა ოჯახს აქვს და ამაზეა ბუნებრივია აქცენტი გაკეთებული. ამიტომ დარწმუნებული ვარ, წინასწარ შემიძლია ვთქვი, ხა პროცენტულ შემადგენლობას ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს საკითხები რაც ჩამოითვალა, რომ უმუშევრობა აუცილებლად იქნება პირველ პრიორიტეტებს შორის თუ ყველაზე მთავარ დასაქმება. და დასაქმება ბუნებრივია უკავშირდება ეკონომიკურ კეთილდღეობას და ამ კუთხით რაღაც უფრო უკეთეს და კარგს. როგორც წესი ამ კვლევების საზოგადოებრივი და ჟურნალისტური ინტერესი უფრო არის ხოლმე რეიტინგებთან, რომელ პარტიას რა რეიტინგი აქვს და ამის ახსნა და ანალიზი ბუნებრივია ესეც არის საინტერესო, მაგრამ მე მაინც ვიტყოდი, რომ ამ ეტაპისთვის ჩვენთვის პირადად, ჩვენი პარტიისთვის და ჩვენი პოლიტიკური ჯგუფისთვის ამ წუთას პროცენტებზე უფრო მეტი, რა თქმა უნდა, ეს არის რა საკითხები, რა სამუშაო, ასე ვთქვათ, პოლიგონს გვთავაზობს ჩვენ მოსახლეობა იმისათვის, რომ ვიყოთ აქტიურები და როგორც პოლიტიკურმა ოპოზიციამ ვიმოქმედოთ სწორად. ამერიკელმა სენატორებმა წერილით მიმართეს ბიძინა ივანიშვილს, როგორც იცით, რომ ანუ დღევანდელი დაჭერები უნდა დაამტკიცოს ახალმა მთავრობამ არის თუ არა პოლიტიზირებული. აი ამის შესახებ რა სიტყვით თქვენ როგორ გონიათ? ჯერთ უნდა ვთქვა, რომ ამერიკელი სენატორები მხოლოდ ამ ერთ საკითხზე არ არიან ფოკუსირებული. ეს საკმაოდ მწვავე განცხადებაა და ეს არიან ადამიანები, რომლებიც ჯერთი არიან გავლენიანები თავის ქვეყანაში, თუნდაც იმიტომ, რომ არიან სენატორები, მაგრამ სენატორებს შორისაც არიან უფრო გავლენიანი და პოპულარული სენატორები. გარდა ამისა, ისინი არიან საქართველოს გულშემატკივარნი და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია და მე ვფიქრობ, რომ ეს სიმწვავეც არის გულშემატკივრობით გამოწვეული იმისათვის, რომ საქართველოს იმიჯი არ შეილახოს, მას ჰქონდეს კარგი სახელი სოფლიოში, მას შეეძლოს პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, განხორციელება ევროკავშირთან, უფრო მეტი დაახლოების, ნატოს ამოცანის გადაჭრა და ეკონომიკური განვითარება. სწორედ ეს ამ სიმწვავით არის დასმული და მთავარი საკითხი, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები, ან თქვათ იმ რეპრესიული მანქანის ამოქმედება, განსაკუთრებით პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი ჩემი აზრით უნდა ემსახურებოდეს ერთ რამეს, არა გაღიზიანებას ახალი ხელისუფლების
და საუბარს იმაზე, რომ ეს არ არის მართალი, ან ეს ადამიანები არიან მოტყუებულნი წლების განმავლობაში, ან ისინი არიან ჩვენი მეგობრები, ან ვიღაცა არის მოსყიდული და ასე შემდეგ. მე მგონი ჯერ ასეთ განცხადება არ გაკეთებულა, მაგრამ წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი შანსია, რომ შეიძლება ამგვარად წარიმართოს კომენტირება ამ ფაქტისაც. მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა იყოს გამოყენებული სწორედ იმისთვის, რომ ანალიზი გაკეთდეს და არასასიამოვნო, არასასურველი ქვეყნისთვის პირველ რიგში არ არის ნაცნობ მოძრაობაზე რომელიმე ადამიანზე, ვისაც დაკითხავენ ან დააკავებენ სხვა. დღეს ეს ცუდად ჩანს და ეს წერილი კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა იმისა, რომ განცხადებები რომ ეს ყველაფერი სამართლიანად არის, რომ შერჩევითი სამართალი არ არის, რომ ეს არის აღდგენა სამართლიანობის სხვა, ასე არ ჩანს გარედან და არ ჩანს ჩვენი მეგობრებისთვის და მინდა გითხრათ, რომ ეს სასიამოვნო არ არის არ ჩვენთვის. ჩვენთვის ბაცხადებ ოპოზიციისთვის, პირადად ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისაც გაცილებით კარგი იქნება, თუკი საქართველოზე ბევრი კარგი რამ დაიწერება, მათ შორის დაიწერება ის, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება და ოპოზიცია გარკვეულ საკითხებში თანამშრომლობენ, არსებობს რაღაც საერთო პრიორიტეტებიც მათთვის, რა თქმა უნდა, არის იდეოლოგიური განსხვავებები და გარკვეული ღირებულებითი ალბათ სისტემაც, რომელიც განგვასხვავებს ჩვენ, მაგრამ ის რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და საჭირო, უპირველეს ყოვლისა ალბათ ეს რაღაცა საგარეო პრიორიტეტები, ასევე საშინაო პოლიტიკაში არსებული პროცესები, რომელიც ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ქვეყნის ასე ვთქვათ, იმიჯის შესალახად არ უნდა ხდებოდეს, ამაში მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პოზიციაც უნდა იყოს ერთიანი და ეს არის სურვილი. აქ საუბარი ამ განცხადებაში იმაზე კი არ არის, რომ რაღაცა ეს პროცესები აუცილებლად უნდა იყოს შესაბამისი და სხვადასხვა არ უნდა დარჩეს ოდნავი შეგრძნებაც კი ზუსტად ამ სიტყვებით არის იმისა, რომ რაღაცა უსამართლოდ ხდება და რაღაცნაირად შერჩევით სამართალს აქვს ადგილი. ასე რომ მე მგონი ყველა ასეთი შენიშვნა უნდა იყოს აღქმული ადეკვატურად, ჩვენც გვაძლევდნენ ბევრ შენიშვნებს, როცა ვიყავით ხელისუფლებაში და თუკი სადმე ჩვენ არ ვაანალიზებდით ამას აქტიურად და სწორად, რა თქმა უნდა, ეს ალბათ იყო შეცდომა, მაგრამ მე ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობდით, რომ საგარეო შენიშვნებთან დაკავშირებით და კრიტიკასთან დაკავშირებით ყოფილიყავით ადეკვატურები და მე ვფიქრობ, რომ ეს ადეკვატურობა არის ძალიან საჭირო ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით ამ ვითარებაში. ბატონ გიგი, დღეს პირველი შეხვედრა იმართება შვეიცარიაში პრემიერის წარმომადგენელსა და გრიგორი კარასის შორის. მე მაინტერესებს თქვენი შეფასება, რამდენად შედეგის მომტანი იქნება ეს ფორმატი, რომელიც აირჩია ახალმა მთავრობამ და აქ მინდა ჩავეკითხოთ ის, როდესაც კვლევებზე არის საუბარი, NDS კვლევაში 40 საკმაოდ დიდი ნაწილი საზოგადოების, ეს არის 40% მიიჩნევს რუსეთის საფრთხეს, მიიჩნევს გადაჭარბებულად. რას უკავშირებს ამას და ამ კითხვაში ალბათ ნაწილს უპასუხებ კითხვის, რომელიც დაისვა იგივე ნატოსთან დაკავშირებით. ზოგადად მე მგონი სიახლე არ არის, რომ ჩვენც გსურს და საზოგადოებასაც სურს, რომ ჩვენ გქონდეს ნორმალური ურთიერთობები რუსეთთან. ეს უკვე მგონი დამკვიდრებული ასეთი აზრი გახლავთ, რაც არის სწორიც. ჩვენ ნამდვილად გვინდა დიდ მეზობელთან კარგი ურთიერთობები გქონდეს. ასეთივე სურვილები აქვთ ზოგიერთ სხვა ქვეყანაშიც, მათაც სურთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა, ჩვენი საკითხი უფრო მწვავეა და უფრო რთულია, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში თავად რუსეთი არ იძლევა ასეთი ურთიერთობების საშუალებას და ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ და ვიცით ეს. ის რომ ბიზინა ივანიშვილმა დანიშნა გამოცდილი ადამიანი, ზურაბ აბაშიძე, ნამდვილად კარგი კონტაქტებით და გარკვეული ხედვით, ალბათ და სურვილით, რომ მან თავისი ასე ვთქვათ პროფესიონალიზმი მიახმაროს იმას, რომ გააუმჯობესდეს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები, რა თქმა უნდა, კარასინთან ერთი შეხვედრით ეს არ მოხერხდება. კარასინთან შეხვედრები იყო, ადრეც, შეიძლება მომავალშიც გაიმართოს, ჟენევის ფორმატით ალბათ ასეთ შეხვედრა იყო ათეულობით, მაგრამ რჩება მთავარი პრინციპი, რის გამოც ვერ ხერხდება ურთიერთობების გაუმჯობესება. და მე არ მიმაჩნია, რომ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან მხოლოდ და მხოლოდ უნდა დავიდეს რაღაც გასტრონომიულ დონეზე. და იყოს საუბარი მხოლოდ რაღაცა პროდუქციის შეტანაზე და სხვა. ამასაც ადრეც იყო საუბარი და გარკვეული პროდუქცია შეიძლება დღესაც ხდება რუსეთის ბაზარზე, მაგრამ თავარი რამ არ ხდება. იმ ძირითად და რთულ და მწვავე საკითხებზე, რაც ყველაზე მეტად უშლის საქართველოს განვითარებას ხელს,
და ჩვენ ურთიერთობებშია ყველაზე მწვავე ეს არის სწორედ ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთის პოლიტიკა, ხელის შეშლა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის, ნატოში ინტეგრაციისთვის და ასე შემდეგ, ეს არის მთავარი საკითხი. ძალიან მე მგონი მკაფიოდ თქვა ლავროვმაც ამას წინათ, პასუხად, რამდენიმე განცხადება იყო, მაგრამ ერთ-ერთი ბოლო ასეთი იყო, რომ მთავარი თემა, ბატონო, შეხვედრები იქნება, ძალიან კარგია, რომ ეს სურვილები არსებობს, შეიძლება თვითმფრინავებმა ციფრინონ, შეიძლება პროდუქციაც იყოს და ასე შემდეგ, რაღაცა რუსეთი გაიხსნას ბაზარი ჩვენი ბიზნესისთვის, მაგრამ მთავარი საკითხია, როგორ მოიქცევა საქართველოს ახალი ხელისუფლება და დაუძახებს თუ არა ის და შეაფასებს თუ არა ოკუპირებულად იმ ტერიტორიებს, რომელიც რეალურად დაკავებული აქვთ რუსეთის ჯარს და სეპარატისტულ რეჟიმს. აი ეს არის მთავარი კითხვა და მე მესმის, რომ ამ სპეციალური წარმომადგენლის უფლებამოსილება სხვა არის და დღეს უფრო მკაფიოდ განცხადა, რომ ის უფრო ასე ვთქვათ სავაჭრო ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებზე ისაუბრებს, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფრის ამის უკან დგას რუსეთის სერიოზული აწლეულობით თუ მეტით არა, ალბათ შეიძლება ასრეულობით განსაზღვრული პოლიტიკა მისი, გარკვეულად ექსპანსიური, გავლენის სფეროებთან დაკავშირებული, საქართველოს აი ამ გავლენის სფეროში მოქცევის აი ამ მთავარი მიზნით და მე მაინც მგონია, რომ ასეთი შეხვედრები დიდი შედეგის მომტანი ვერ იქნება. ჩვენ უნდა შევეცადოთ, რა თქმა უნდა, და ეს მცდელობა მისასალმებელია, ჩვენ ცუდს ამაში არაფერს არ ვხედავთ, ცუდი იქნება ის თუ საერთოდ ავწდებით ამ თემატიკას, არ ვილაპარაკებთ ოკუპაციაზე, არ ვილაპარაკებთ ჩვენს საგარეო პრიორიტეტებზე, ჩვენს სუვერენიტეტზე, აი ამ ყველაზე რთული საკითხების მოგვარების პერსპექტივაზე, რაიმე მოდალობით და რაიმე ფორმით და ვილაპარაკებთ მუდმივად იმაზე, რომ როგორ უნდა დავახლოვდეთ ჩვენ კულტურულად, როგორ უნდა გავმართოთ ფესტივალები და ასე შემდეგ. ეს ნამდვილად არ მიმაჩნია სწორად. რაც შეეხება იმას, რომ ნატოს მხარდამჭერთა რიცხვი უფრო სწორად იმ ადამიანების რიცხვი აი ამ კვლევაში, რომელშიც თქვენ თქვით, არ ვიცი წინაგმე პროცენტი ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გაჩნდა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ ვერას ვერ შევალთ, ასეთი ადამიანების პროცენტი ყოველთვის არსებობდა. საქართველოში ნატოში შესulis მხარდამჭერი მაღალი პროცენტი იყო, თუ არ ვცდები, მუდმივად ცდებოდა 70%-ს, ზოგჯერ 80%-მდე, მაგრამ ყოველთვის არსებობდა ალბათ ის 10-15 შეიძლება ნაკლები 5%, რომელიც ეჭვისქვეშ გაყენებდა და მეტიც. ამბობდა, რომ ეს არ არის საჭირო. და როგორც ჩანს, ასეთი ნაწილი ჩვენ საზოგადოებაში არის და მომავალშიც იქნება. ისევე როგორც იქნება რაღაც ანტიამერიკული განწყობის, იქნება ანტიევროპული განწყობის, პრორუსული განწყობის და სხვა. საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი და ის არის დიფერენცირებული და ბუნებრივია ეს გამოჩნდება კიდეც კვლევებში. ბატონო, ექსპერტების მოლოდინი არის, რომ შესაძლებელია ამ შეხვედრაზე, დღევანდელ შეხვედრაზე მოხდეს რუსეთის მხრიდან კონკრეტული მოთხოვნების წარმოყენება. რამდენად რეალურია და შესაძლებელია სწორედ ამ ტერმინთან დაკავშირებით იყოს მოთხოვნა ოკუპირებიდან? მე ვფიქრობ, რომ იმ ინფორმაციაში, რომელიც გამოვა ამ შეხვედრის შემდეგ, ალბათ ეს საკითხები არ ეფიგურირებს. შესაძლებელია პირად საკითხებში, პირადი საუბრის დროს, რომელიც არ იქნება ფართოდ საზოგადოებისთვის ცნობილი და რაღაც ასეთი ფრაზებით ერთმანეთში ალბათ ისაუბრებენ, როდესაც ორხრივი შეხვედრა, შეიძლება ამაზე იყოს ლაპარაკი, მაგრამ ოფიციალურად ალბათ ამაზე არ იქნება საუბარი, იმიტომ რომ ეს ფორმატი თავისთავად არის ცდელობა, რომ განთავისუფლდეს აი პოლიტიკური მწვავე საკითხებისგან და იყოს, ვთქვათ, უფრო სხვა მიმართულებით, აი დაახლოების, სახალხო დიპლომატიის, ბიზნესის და ასე შემდეგ. რაც თავისთავად ერთი ინსტრუმენტია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ იქნება სამწუხაროდ ეფექტური ინსტრუმენტი იმ დოქტრინის პირობებში და იმ პოლიტიკის პირობებში, რომელიც დღეს რუსეთის ხელისუფლებას გააჩნია საქართველოს მიმართ. სოციალური კონფლიქტების გარკვეული ნაბიჯების გადადგმას ახალი ხელისუფლება და საუბარია უნივერსალური სადაზღვევო სისტემის შემოღებაზე. თქვენ როგორ აფასებთ აი იმას, რამდენად არის ეს უნივერსალური ეს პაკეტი, რომელსაც თავაზობს ხელისუფლება? მოდი ასე ვთქვათ, მე ძალიან დიდი ხანია ამ სფეროში ვმუშაობ და ბევრ ჩემ კოლეგასთან ერთად
ნაწილი ვინც დღეს უმრავლესობაში არიან ასეთი ადამიანებიც, იგივე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ჩვენ გაგვივლია ძალიან ბევრი ეტაპი და რეფორმის სხვადასხვა სტადია საქართველოში იმისათვის, რომ თავარ მიზანს მივაღწიოთ. ყველა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის თავარი ამოცანა არის უნივერსალურობა, მაღალი ხარისხი, ხელმისაწვდომობა და ეს არის ყველგან. თქვენ რომ აიღოთ მაგალითად პოლიტიკის დოკუმენტები ევროპული ქვეყნების, ამერიკის შეერთებული შტატების ჯანდაცვისმსოფლიო ორგანიზაციის მთავარი მახასიათებლები ეს არის. ამოცანა ქვეყნების მდგომარეობს იმაში, რომ როგორ მოახერხოს ეს თავისი რესურსებით და ბუნებრივია არსებობს რაღაცა გარკვეული ღირებულებითი სისტემა. ამას გულისხმობ, მაგალითად ვიღაც ფიქრობს, რომ და თქვა მემარცხენე იდეოლოგია ამბობს უფრო მეტად, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფომ უნდა გააკეთოს და სახელმწიფომ აიღოს თავის თავს და ყველაფერი სახელმწიფომ გაუკეთოს მდიდარს ღარიბს სხვას ერთნაირად. მეორე იდეოლოგია ამბობს, რომ მოდი ჩვენ მივეხმაროთ იმას იმ რესურსებით, რაც გაგვაჩნია, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს და დანარჩენებს შევქმნათ პირობა, რომ თვითონ გქონდეთ პასუხისმგებლობა თავის ჯანდაცვაზე და ასეთი მაგალითები ჩვენ გვქონია ერთიც და მეორეც საქართველოში. თუმცა ბოლო პერიოდში მაინც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ წავედით უფრო სწორედ ამ სისტემით, რომელიც არსებობდა, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ გაგვევითარებინა კერძო სადაზღვევო კომპანიები, ეს სისტემა განვითარებულიყო, არა იმიტომ, რომ კომპანიები გამდიდრებული იყვნენ, არამედ მათ შეექმნათ ხელმისაწვდომი პროდუქტები მოსახლეობისთვის და მეორე ნაწილი, ასე ვთქვათ, ამავე სქემებით მათი უზრუნველყოფა მომხდარიყო უკვე სახელმწიფო რესურსით, ოღონდ გამტარი ყოფილიყო კერძო სისტემა, როგორც უფრო ეფექტური აღმასრულებელი, ნაკლები კორუფციული ვთქვათ ელემენტებით და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ეს არის ცნობილი ფაქტი, როდესაც სახელმწიფო იღებს ხელში ყველაფერს, როცა ხდება სახელმწიფო შესყიდვები, როცა სახელმწიფოა დამგებგავების შემსყიდველიც და განმახორციელებელიც, აქ ყოველთვის ძალიან მაღალია რისკი კორუფციის, მაღალია ხარისხის, ასე ვთქვათ, და სხვა. ეხლა რაც შეეხება ამ კონკრეტულ სისტემას, რომელსაც ვთავაზობენ, ეს ჯერჯერობით შორს არის იმისგან, რა დაპირებაც იყო, რომ ყველას ექნება მაღალხარისხიანი, უნივერსალური, ხელმისაწვდომი და საკმაოდ ასეთი კარგი პაკეტით, უკეთესით, ვიდრე ეს იყო წინა პერიოდში. ჯერჯერობით ეს არ ჩანს, ის რაც განცხადდა უკვე, რომ იყოს ხუთლარიანი, შეზღუდული, მცირე, როგორც ამას უწოდებს ახალი ხელისუფლება, ჯანდაცვის პაკეტი ჯერჯერობით ამ ადამიანებისთვის, ვისაც საერთოდ არ ქონდა აქამდე დაზღვევა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ეკნებათ ყველაფერი უფასოდ და ეკნებათ მაღალი ხარისხის სერვისები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ძალიან შეზღუდული და საკმაოდ მცირე, ჯერტი ესეც არ ვიცით ზუსტად, ჯერჯერობით რისგან შედგება ეს პაკეტი, მინისტრმა თქვა რამდენიმე კომპონენტი. ეს არის სასწრაფო სამედიცინო და გადაუდებელი დახმარება, სტაციონარული მათ შორის და ამბულატორიული სერვისები. თუმცა გარკვეული ლიმიტები ბუნებრივია იქნება, იმიტომ რომ 5 ლარის პირობებში per capita ერთ სულზე, რა თქმა უნდა, ყველაფერს ეს ვერ შექმნის და ყველაფერს ვერ დააფინანსებს. კი ბატონო, მე გეტყვით შედარება, ეს რა თქმა უნდა მე როგორც გითხარით ახლა არა ჩვენ ყველა გამოცდილებას რომელიც გქონდა აქამდე არ წაგვიღია და სეიფში არ ჩაგვიკეტია ეს არსებობს ამადაზე მუშაობდნენ ადამიანები ვინც თქვა დღესაც არიან იგივე სამინისტროში და რაც კარგია იმიტომ რომ ეს ინსტიტუციური მეხსიერება და რაღაც ღირებულება თვითონ ადამიანური რესურსის უნდა იყოს გამოყენებული არსებობენ ექსპერტები ვინც ეს ყველაფერი გაიარა ზოგი ადრე იყო თანამდებობის პირი დღეს არის ექსპერტი და ასე შემდეგ ეს არსებობს 5 ლარიანი წინა არსებული პაკეტი რომელიც არსებობდა და რაც არის რეალურად დღევანდელი შეთავაზება გამეორება მოდით ასე ვთქვათ გარკვეული კორექტივებით ჩვენ მაშინ გვქონდა გამომდინარე ჩვენი იდეოლოგიიდან რომ აქცენტი გაგვეკეთებინა ინდივიდუალურ პასუხისგებლობაზეც და ადამიანებს ეგრძნოთ რომ თვითონაც არიან თავის ჯანმრთელობაზე პასუხისგებელი ამიტომ იყო ძალიან მცირე კომპონენტი თანაგადახდის გახსოვთ რომ 1/3 სიხდი და ადამიანი მოქალაქე ანუ 5 ლარიდან სადღაც ლარს და თქვა დაახლოებით 65 თუ 67-ს დანარჩენ სიხდი და სახელმწიფო მაგრამ ეს პაკეტი იყო მცირი იყო ძალიან ასე ვთქვათ არასახარბიელო არასაინტერესო და ძნელად მიიღო მოსახლეობამ
ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ პოლიტიკური ვითარებაც იმ დროს საკმაოდ დაძაბული იყო და ახლა მაშინ როცა ერთი ნაწილი პოლიტიკური სპექტრის აცხადებს, არ დაუჯეროთ ამათ, რომ ესე იგი რაღაცა კარგს იკეთებენ, ამანაც რაღაც გარკვეულად იმოქმედა, პოლიტიკურმა, დრომ, რომელიც არ იყო კარგად შერჩეული, კომუნიკაციაც არ იყო თლად კარგი და ბატონო? კი ბატონო. ბატონო გიგი. ერთი წუთი. დროც არ იყო თლად კარგი და ზუსტი შერჩეული ალბათ, იმიტომ რომ პოლიტიკურად დაძაბული ვითარება იყო იმ დროს. იყო საკმაოდ არასაინტერესო პაკეტი, იმიტომ რომ მცირე სერვისები იყო შედარებით და ამან რა თქმა უნდა გამოიწვია ის რომ და კომუნიკაციაც ალბათ უკეთესი უნდა ყოფილიყო, რეკლამირება უფრო კარგად, მიწოდებული ინფორმაცია უფრო კარგად, მაგრამ ამან რა თქმა უნდა ის შედეგი ვერ მოიტანა, რისი სურვილიც იყო, თუმცა გარკვეულწილად იმოქმედა და მას ერთი ღირებულება ჰქონდა, რომ მეტმა ადამიანმა გაიგო, თქვა დაზღვევის კულტურა და ეს პროექტი ამისთვისაც იყო რაღაცნაირად განსაზღვრული, იმიტომ რომ ძალიან ძნელია დროის მოკლე მონაკვეთში ადამიანებს ზუსტად გააგებინო, რა სიკეთე მოაქვს დაზღვევას. ბატონო გიგი, წინა თემაზე ჩაგეკითხებით, თქვენ მიიჩნევთ, რომ პირველივე შეხვედრიდან საქართველოს რუსეთის წარმომადგენლებს შორის საუბარი უნდა დაიწყოს იმ რთულ თემებზე, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ნატოში ინტეგრაცია და მე ექნება მეორე შეკითხვა კიდე დღეს ამერიკის შეერთებული შტატებიდან მორიგი ოფიციალური მაღალი დონის ვიზიტი შედგა საქართველოში. შეიძლება ითქვას, რომ გახშირებულია ეს ვიზიტები და რას უკავშირებთ ამ ვიზიტების გახშირებას? თუ ისე პირველ შეკითხვას დაუბრუნდები, მაშინ მე ზოგადად ვფიქრობ, რომ ყველა შეხვედრა, რომელიც იქნება რუსეთის მხარესთან, მას არ შეიძლება თან არ ახლდეს ეს თქვათ რეალური და რთული საკითხები, რომელიც ჩვენ გვაქვს მასთან. ძალიან კარგია ეს კი ბატონო, რაღაცა გავაუმჯობესოთ, მაგრამ თვითონ როგორ ხედავენ აი ამ თავარი პრობლემის გადაჭრას. შეიძლება მართლა განცხადდეს, რომ ეს ფორმატი ამას არ ეხება, ამ რთულ საკითხებს, ოკუპირებულ ტერიტორიებს და სხვას და ეხება რაღაცა კონკრეტულ პროექტებს, ან ერთ პროექტს, ან ორ პროექტს, რომელზეც იმუშავებს ეს მიმართულება. მაშინ ეს ჩვენ გვეცოდინება და ამაზე უფრო მკაფიოდ უნდა იყოს ალბათ განცხადებები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ღირებულებიდან და მნიშვნელობიდან გამომდინარე რა იმ საკითხების, რაც უსულქათ ურთიერთობაში არსებობს, მე მგონი ხო ოკუპაციის თემას და იმას, რაც დღეს რეალურად გვაწუხებს ჩვენ საქართველოს განვითარებას და მის ხვალინდელ დღეს, ამას გვერდი არ უნდა აუაროს არავინ. რამდენად ეს იქნება დომინანტი საკითხი ამ კონკრეტულ მოლაპარაკებებში, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც ეს მუდმივად უნდა არსებობდეს და ჩვენ არ უნდა ვითამაშოთ შემეზეთ ის თამაში, რასაც რუსეთი გვთავაზობს ჩვენ. რუსეთი სწორედ გვთავაზობს იმას, რომ არ ვილაპარაკოთ ამ საკითხებზე, დავანებოთ თავი რუსეთის გაღიზიანებას იმის სახილით, რომ ოკუპირებულია ჩვენი ტერიტორიები, რომ თქვათ რუსეთი ხელს უშლის მუდმივად და მთავარი საკითხია, რომ ჩვენ არ მოვნახოთ უსაფრთხოების სხვა გარანტია, ვიდრე ეს არის რაღაც რუსეთთან დაკავშირებული და როგორმე ასე ვთქვათ, ჩამოვაცილოთ რუსეთის გავლენის სფეროს საქართველოს, მთელი ეს ამხრეცდელობები სწორედ ეს არის და თუ კი ამაზე არ ვილაპარაკებთ, მაშინ იქნება სწორედ ის თემატიკა და იქნება სწორედ ის ფორმატი, რომელიც აწყობს რუსეთს, რომ ილაპარაკოს ყველაფერზე ამ საკითხების გარდა და რაღაცნაირად მიიყვანოს ეს ყველაფერი იმ ნიშნულამდე, რომ თითქოს საქართველოს ამას ყველაფერს შეეგუო. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერი შორსჭრეტელი და გონიერი ადამიანი, ვინც პოლიტიკაში არის, ამაზე ფიქრობს, დარწმუნებული ვარ, მაგრამ უნდა აკეთებდეს კიდეც ამას. რაც შეეხება თქვენ მკითხეთ, ხო, ვიზიტები საქართველოში იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქვეყანაში იყო რეფორმებთან მიმართებაში და იმ გარდაქმნებთან, დემოკრატიულ გარდაქმნებთან, რაც ამ რეგიონში მართლაც ჩემპიონის სტატუსი ჰქონდა ყოველთვის საქართველოს, ეხლა ძალიან არ მინდა მეც და არც არავის რომ ეს ინტერესი განელდეს. დღეს ცოტა უფრო სხვა ინტერესია, არჩევნების შემდგომი პროცესები და ალბათ ახალ ხელისუფლებასთან გასაცნობად ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვა. ნუ გავიგებთ ისე რომ ყველა უნდა ჩამოვიდეს მაინდა-მაინც საკრიტიკოდ და საჩხუბრად, მაგრამ როდესაც საკითხების სპექტრი მოიცავს ბევრ ასეთ თემას, რომელიც დღეს ხდება, ამას ვერავინ ვერ აუვლის გვერდს. ამიტომ ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოში ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს პოლიტიკური მიზნით, არა მარტო ამერიკის დელეგაცია, დღეს თუ არ ვცდები რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრია, ასევე ჩამოსული და სპეციალური ფორმატით ხდება
შეხვედრა სწორედ უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე უნდა ჩამოვიდეს ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ვინც დაათვალიერებს საქართველოს იქნება ვიზიტორი, იქნება ტურისტი, თავის რაღაც წვრილს შეიტანს ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაში, ეს კარგია და უნდა ჩამოვიდეს ბევრი ის ადამიანი, ვინც გადაწყვეტს, რომ აქ დააბანდოს თავისი ფული, იყოს ინვესტორი და უბრალოდ დასანანი რა თქმა უნდა ის არის, რომ როგორც კი საქართველოს იმიჯს რაღაცა ჭრილი ადგება და ადამიანები ხედავენ და განსაკუთრებით პოტენციური ინვესტორები რომ რაღაც ყველაფერი ზუსტად და კარგად არ მიდის, ის იქნება სამართალი თუ პოლიტიკური დაძაბულობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ინვესტიციებზე არავინ არ ფიქრობს. და ჩვენ ეს ყველაფერი გვჭირდება იმისთვის, რომ სწორედ იმ გამოწვევებს უპასუხო და სირთულეებს, რაც მოსახლეობას აქვს და აღნიშნავს ამ კვლევებში. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური საკითხები, სოციალური პრობლემები და უსაფრთხოება. ამოწურეთ, ძალიან დიდი მადლობა.